ყველანი ბავშვობიდან მოვდივართ და ყველა ბავშვს ალბათ უყვარს ხელოვნება, რაღაც მეტნაკლებად ყველას უყვარს რაღაცის ხატვა. ძალიან მიყვარდა მყუდროდ, ესე ჩემთვის დაждობა ხახატავი როულის აღება და ფერადი ფანქრებით ხატვა. იქიდან რაღაც შედევრებს ალბათ ვინმე შეარჩნევდა რომ რაღაცა ისეთი გამეკეთებინა რომ ეთქვათ რომ აი ამ ბავშვს რაღაც ხატვის ნიჭი აქვს რა. როგორც ყველა ბავშვი ხატავდა, ისევ ხატავდი, რაც ჩემი ფანჯრის ხედით ჩანდა ხოლმე კავკასიონი და რაღაც სახლები და სიმწვანე და ან ზამთარი ან ასე შემდეგ და ასე შემდეგ. და აქედან ამ გადასახედა რომ უყურებ რომ რაღაცა სადღაც ბავშვობაში რაღაც ნიჭი მქონდა და იმას ვეძებდი და ის გამოვიდა ესე არის. თუმცა ნახატები ძალიან მიყვარდა. აი მეზობლად ან ვინმესთან თუ სტუმრად მივიდოდი ხოლმე და სადმე დავინახავდი კედელზე რამე ნახატს. განსაკუთრებულად მიყვარდა კლასიკური პეიზაჟები რა და ჩემთვის იყო ხოლმე აი მაგალითად შიშკინის ტყის პეიზაჟები იყო ხოლმე უნიკალური და უყურებდი ხოლმე საათობრივ თუ სადმე ნახავდი. ჩვენ პირველი სკოლა დაამთავრე თელავის პირველი საშუალო სკოლა იქ ჩვენს გვერდითვე იყო ხოლმე სამხატვრო სალონი, სადაც თელაվել მხატვრებს მიქონდათ თავიანთი ნამუშევრები და ტოვებდნენ. რაც მთავარია კიდე იყო ეს გალერეა, ქეთევანიაშვილის სახელობის გალერეა, რომელიც ჩვენი სკოლის გვერდითვე იყო და ძალიან ხშირად ჩვენ გვიწევდა ხოლმე იქ ყოფნა. ზოგადი ინფორმაცია მე მქონდა თვითონ ქეთევანიაშვილზე, მის შეგროვებულ ფერწერულ ტილოებზე და აი ის განცდაც რაღაცა რომ ამ ქალმა და ამ ქალბატონმა არაჩვეულებრივმა ბრწყინვალე ქალბატონმა რომ მთელი თავისი დანაზოგი რაც ჰქონდა რომ დებდა ამ ნახატებში და ყიდულობდა ხა ეს გარკვეული რაღაც ინტერესი იწვევს ხო რატო აკეთებდა ამ ყველაფერს და მე ეს ყველაფერი უსასყიდლოდ გადმოსცა თელავს ხო რა მხელა ამბავი გააკეთა და ესეც სულ მიყვარდა იმომწონდა ეს ისტორია შეიძლება რომ შენ ცხოვრებაში მოგიწევს ისეთი რაღაცა რომ შენი ღვაწლით შენი შრომით შენი იმით გაკეთებული რაღაც და უტოვო შენ ამ ქალაქს ამ ქვეყანას და საბოლოო ჯამში რაღაც მოხდა რომ ჩემი ორი ნამუშევარი იმ გალერეაში კიდია დღეს და ეს ჩემთვის იმხელა ჯილდო იყო. ვერანაირი პრემია და ვერანაირი ვერაფერი ხა ისე ვერ გამახარდა და გამოუცოდა და мотивაციას ვერ მომცემდა რაც ეს იყო რა. ყველაზე დიდი სიხარულიც და ამ სიხარულთან ერთად დიდი პასუხისმგებლობა და ძალიან დიდი ემოცია არის, როდესაც უნდა გააკეთო გამოფენა. ეს არის აი წარმოიდგინეთ რომ როგორც გამოცდაზე გადიხარ, რაღაცა წლები ისწავლე, რაღაცა დაამთავრე და ვიღაცა გელოდება რომ აბა რა ისწავლე, რა გასწავლეს, ეს უნდა მოყვე. უნდა წარსდგე მაყურებლის წინაშე. ეს ერთგვარი ანგარიშია შენი, რა გააკეთე. ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა. ისა დიდ ქალაქში ვიღაცა შენი მომხრე თუ შენი გამზიარებელი მოიძებნება ასე თუ ისე რაღაცნაირად. პატარა ქალაქში თუ კონკრეტულად და სწორად არ გააკეთე რაღაცა ძალიან რთულია რომ იქ აღიარება, პატივისცემა, კი რა თქმა უნდა თელაველი ვარ იქ დავიბადე, გავიზარდე და რაღაცა სიყვარული და გარკვეულის მაქვს, მაგრამ შეფასება ძალიან ისეთია, ობიექტურები არიან. და ამიტომ მიყვარს ეს თელავი, ყოველთვის ზუსტად ისე გეტყვიან რომ ეს შენთვისაც კარგი რომ განვითარო. დადგა ეს ნანატრი დღეც ჩავიტანე ნახატები და გავაკეთეთ გამოფენა. არის რომ რაღაც აკეთებ, მაგრამ არის რომ გულით აკეთებ. ყველა დეტალი ნიუანსი ისე ქონდათ გათვლილი. აი ისეთი გულით არ ვიცი, მე უყურებდი და თითქოს ეს ჩემი ნახატები რაღაცა როგორც დედოფალ, მეფე დედოფალები ვით, აი ესე იყვნენ, ყველას ქონდა თავისი ადგილი და მე ვფიქრობ, რომ ძალიან წარმატებით ჩატარდა. ეს იყო ჩემთვის ძალიან დიდი ზეიმი და რასთვისაც დიდ მადლობას ვუხდი კიდევ ერთხელ მუზეუმის თანაშრომს. თელავში დახატული რადიკალურად განსხვავდება ხოლმე აქ დახატულისგან. იქ კიდე რაღაცა ცოტა ისეთი აი რაღაც უფრო ძარღვიანი მოდის, აი რაღაცა სხვანაირი სიყვარულით. იქ ხარ რომ გადახვალ გომბორიდან და რომ ვეშვები, აი თვითონ აი გულიწყელში გიცემს, რაღაც სახში ხარ.
ამ კავკასიონს უყურებ, ბავშვობა გახსენდება, ყველა დეტალი, ნიუანსი. შეიძლება ეს თემატიკა საერთოდ არ იყოს იქ ხატვის პროცესში გამოყენებული, მაგრამ რასაც არ უნდა ვხატავდე, ვხატავ სხვანაირი მუხტით ხოლმე რა. როდესაც ვდგები სახატავად, მე კონკრეტულად ვიცი რაღაცა რა მინდა დავხატო, იმიტომ რომ ვარ ეხა ასეთ განწყობას, მაგრამ ხან ყოფილა შემთხვევა, რომ ფერთა პალიტრას სულ სხვა რამ უკარნახი. შეიძლება სრული მქონდეს დამეხატოს რაღაცა ზაფხულის პეიზაჟი, მაგრამ აი ფერთა წყობა იმ მომენტში ისე წამოყანოს, რომ ლომიდეს ზამთარი დავხატო და ამას თუ უარს ეტყვი, შენს შინაგანს თუ უარს ეტყვი, არც ზაფხული არ გამოგივა კარგი. იმიტომ რომ ამას არ უნდა შეეწინააღმდეგო, იმიტომ რომ შენი გეგმები გვერდზე უნდა გადადო. გაძლევს შინაგანად ხმა, გეუბნება, უნდა დახატო ეხლა ეს, უნდა მოусმინო. თუ გინდა რომ კარგი რამე დახატო. პირველი ყვავილები ჩემთვის იყო იასამნები, რომელიც უფრო შედარებით უკეთესად გამოვიდა. ეს იასამნებშიც გამოვიყენა ეს კავკასიონის ფერები, რომელიც სულ სხვადასხვა ფერებად იცვლებოდა, განსაკუთრებით საღამოს ან დილის. აი ეს იასამნის ფერები იყო ხოლმე რა და ეს იასამნის ფერები მე ეს ფერები რა ვქნა ხა სანამ კავკასიონს დავხატავდი ისეც როგორიც არის. სანამ ამ ფერებს მივახწევდი რომ როგორი იყო, მანამდე ეს იასამნები აქ მეზობელთან ყვაოდა და ჩვენ ერთგვარს გადავიხედები. აივნიდან დავინახე ეს იასამნები და უცებ აი ეს რაღაც რომ ამ ფერებს ატრიალებ არიცად წაიღო და როგორ გააკეთო რომ და ამ დროს ხედავ ამ აყვავებული ესმის მოდის სურნელი და აი ესე დავჯექი უცებ. მაშინ დავხატე ეს იასამნები და მე უფრო და უფრო მეტი ფერი შევძენა და ამდა აი იასამანში ვიყენებ უამრავ ფერთა გამას, ტონალურ, აი უამრავს. მარტო ისე არა რომ იასამანი დახატო რაღაცა სიბრტყეზე რა. თუ განცდა ჩადერო ის რაღაცა მტევანი ირხევა, რაღაცა ასე უყვებს სივრცე არ ჩანს, შუნიც რაღაცა არ შეიგრძენი. ისე ხატოს აზრი არ აქვს, იმიტომ მომწყინდებოდა და აღარ დავხატავდი და ეხა მიყვარს იასამნის ხატვა, მაგრამ ხშირად არ ხატავ, რომ არ მომბეზრდეს. მე ვარ ბექა ხუცრაული, ხატვარი. დაბადებული გაზრდილი თელავში. მე მინდა ვურჩიო ყველას, რომ ეცადეთ, სცადოთ და მოიწადინოთ ხატვა. არ დაყაროთ ფარხმალი პირველ ცდაზე. სცადეთ მრავალჯერ, სცადეთ 10 ჯერ, 100 ჯერ და 1000 ჯერ თუ საჭირო გახდა. ვიდრე იმას არ მიიღოთ, რაც გინდათ. ოღონდ ეს უნდა გინდოდეთ. ეს არის სურვილი. და ამ სურვილის мотивация უნდა გახდეს ადამიანები, რომლებიც ეს შეძლეს. რომლებიც ეს გააკეთეს. არასოდეს მიფიქრე რომ მე დავხატავდი და მე გავხდებოდი მხატვარი, მაგრამ დღეს ვხატავ.